მინდა გამოვიმუშავო ჩვევა და დღის მანძილზე მივიღო 2 ლიტრაზე მეტი წყალი. სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ ეს ჩვევა დანერგილი მქონდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რო დავაკვირდი საკუთარ თავს, თურმე 2 ლიტრა წყალსაც არ ვსვამ დღის მანძილზე. სხვა ჭკუას ვასწავლი, მე კიდე არ ვასრულებ. ხო და ამ ჩვევაზე რო არ ვიფიქრო მთელი დღე როგორ დავნერგო და როგორ მივიღო დღის მანძილზე 2 ლიტრა ნახევარი წყალი, ასეთ ხრიქს მივმართებ. წყალი ჩავასხი, აი ალოე ვერას ამ ყვითელ ბოთლებში და დავდებ იმ ადგილებში, იმ ოთახებში, სადაც ყველაზე ხშირად ვიმყოფები. ყვითელია, თვალი გამირბის ამ ფერისკენ და ეს იქნება სიგნალი და მინიშნება იმისა, რომ მე უნდა დავლიო წყალი. ეხლა გაგიჩნდებათ შეკითხვა, პლასმასის ბოთლში ჩასმული წყალი უნდა დალიო? კი ბატონო, იმიტომ რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის პლასმასი, ბიოდეგრადირებადი და სხვათა შორის კომპანია, რომელიც აწარმოებს აი ამ ალოე ვერას წვენებს, ძალიან ზრუნავს ბუნებაზე, ეკოლოგიაზე და ძალიან ბევრ საქველმოქმედო მისიაში ღებულობს მონაწილეობას, განსაკუთრებით ისეთ კონტინენტებზე, როგორიცაა მაგალითად აფრიკა, სადაც წყალის ნაკლებობაა, საკვების ნაკლებობაა და მოკეთ ამ საქველმოქმედო მისიებშიც ჩვენც ვღებულობთ ავტომატურად მონაწილეობას, ვინც ვყიდულობთ ალოე ვერას წვენებს, ანუ ვინც ვართ მომხმარებლები აი ამ ალოე ვერას წვენების. მოკეთ, ერთ ბოთლს ახლა დავდებ აივანზე, ესე. მეორე ბოთლს ახლა წავიღებ საძინებელში. ბატონო, მეორე ბოთლიც დავდე საძინებელში, სადაც დღის საკმაოდ დიდ ნაწილს ვიმყოფები, იმიტომ რომ მუშაობ, ეს ადგილი არის ჩემი სამუშაო სივრცე, ამიტომზე ბავშვები სადაც არ მიშლიან ხელს. მესამე ბოთლს დავდებ, გეტყვით ახლა სად. მესამე ბოთლს დავდებ სამზარეულოში, სადაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებ სხვათა შორის ჭურჭელს და ეს ჭურჭლის ეცხვაში ძალიან დიდ დროს კარგავით ეს სიტყვით რა და სულ ჩემთან ერთად იქნება ალოე ვერას წვენი და ყველა დანახვაზე დავდებ. სხვათა შორის ეხლა ვკითხულობ ატომურ ჩვევებს და სწორედ იქ ამოვიკითხეთ, როგორ შეიძლება დავნერგოთ ესა თუ ის ჩვევა ჩვენს ცხოვრებაში და მოკეთ განვახორციელებ ეხლა პრაქტიკაში, ნახეთ გაამართლებს თუ არა. მოდით პირველ კლუბს ალოე ვერას ბოთლიდან თქვენთან ერთად გავაკეთებ. ეხლა კარგი იქნება ალოე ვერა რო ესხას, მაგრამ სამწუხაროდ არ ასხია. ხო, ვინც არ იცით, ესეთი ბოთლებით ალოე ვერას წვენი უკვე აღარ გამოდის, გამოდის სხვანაირი ბოთლებით, რამოდენიმე დღეში გაჩვენებთ. მოდის უკვე გზაშია, ხო და ძალიან ბევრ ოჯახში ეს ბოთლი დარჩება რელიქვიად, იმიტომ რომ სოფლიოში უკვე იცვლება მასიურად ჩანაცვლება, მოკეთ ჩანაცვლება ხდება მასიურად ამ ბოთლების იმ ბოთლებში, რომელსაც მალე გაჩვენებთ. აბა დროებით.